დღეს მინდა გაგიზიარო, როგორ ვამზადებ ფრანგულად შემწვარ კარტოფილს. მარტივად რომ თქვა, ნამდვილ კარტოფილ ფრის. გაჩვენებ რა ეტაპებს გადის ხარისხიანი ფრი, სანამ ჩვენამდე მოვა. როგორც მზა, ისე ნახევარფაბრიკატის სახით. ასევე გაგიზიარებ იმ პატარა ტექნიკურ ნიუანსებს და გამოცდილებას, რაც მეხმარება სახლის პირობებში მივიღო რესტორნის დონის ხრაშუნა და ხარისხიანი ფრი. ასევე ნახევარფაბრიკატის ფორმითაც ისეთი და შესაძლოა უკეთესიც, ვიდრე მარკეტებში იყიდება. მოკლედ ვეცდები ყველაფერი გაგიზიარო, რაც მის შესახებ ვიცი. თითქოს და შემწვარი კარტოფილია და ასეთი ხანგრძლივი ვიდეო და ამდენი სალაპარაკო რა უნდა იყოს, მაგრამ მერწმუნეს საკმაოდ ბევრი მაქვს სათქმელი და ვფიქრობ, ბევრისთვის საინტერესო იქნება როგორც მისი ისტორია, ასევე მომზადების ტექნიკა, რომელიც არა მხოლოდ დროის დაზოგვაში, არამედ იდეალური ფრის მომზადებაში დაგეხმარება და ბონუსად ცოტა საინტერესო ფაქტებსაც შეიტყობ. არსებობს გავრცელებული მითი, რომ ფრი ამერიკულია, რადგან ფასტ-ფუდ კულტურა კარტოფილი ფრი და ბურგერი ამერიკული ცხოვრების წესის სიმბოლოდ ითვლება. თუმცა ეს ასე არ არის. ამერიკაში ის ფართოდ პოპულარული გახდა მე-19 საუკუნეში და ერთ-ერთ პირველ ცნობად პოპულარიზატორად ხშირად მოიხსენიებენ შეერთებული შტატების მესამე პრეზიდენტს თომას ჯეფერსონს, რომელიც გაპრეზიდენტებამდე საფრანგეთში დიპლომატიური მისიით იყო მივლინებული და იქ ევროპული განსაკუთრებით კი ფრანგული სამზარეულო ძალიან შეიყვარა. დაბრუნების შემდეგ მან ამერიკულ სუფრაზე ფრანგული სტილის ბევრი იდეა დაამკვიდრა. ჯეფერსონს ხშირად უკავშირებენ კიდევ რამდენიმე კერძის პოპულარიზაციას, თუმცა აქ უკვე ბევრი სადაო და დაუზუსტებელი დეტალია, ამიტომ ეს სულ სხვა ვიდეოს თემაა. ახლა კი მთავარს დავუბრუნდეთ. სად და როგორ გაჩნდა თავად ფრი? ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კულინარიული დავა საფრანგეთსა და ბელგიას შორის. ბელგიელები ამტკიცებენ, რომ კარტოფილი ფრი მათ ქვეყანაში, კერძოდ კი ქალაქ ნამურში დაიბადა მე-17 საუკუნის ბოლოს. ადგილობრივი მაცხოვრებლები მდინარე მაასზე პატარა თევზებს იჭერდნენ და წვავდნენ. როდესაც ზამთარში მდინარე გაიყინა და თევზაობა შეუძლებელი გახდა, მათ კარტოფილი ჩხირებად დაჭრეს და ისე შეწვეს. ასევე პოპულარული ლეგენდაა, პირველი მსოფლიო ომის დროს ამერიკელმა ჯარისკაცებმა ბელგიაში გასინჯეს ჩხირებად შემწვარი კარტოფილი, რადგან ბელგიის არმიის ოფიციალური ენა ფრანგული იყო, ჯარისკაცებმა მას ფრანგული კარტოფილი უწოდეს, თუმცა ეს ინფორმაცია არ არის დოკუმენტურად დადასტურებული, რის გამოც ფრის ბელგიური წარმოშობის ისტორიას ლეგენდებს უწოდებენ. სულ სხვაგვარად არის ფრანგულ ვერსიაში. აქ უკვე არსებობს უფრო მკაფიო ისტორიული კვალი. მე-19 საუკუნის პარიზში ქუჩის საკვებად ფართოდ ჩნდება ზეთში შემწვარი კარტოფილი და არსებობს წერილობითი წყაროები, სადაც აღწერენ ფრანგულად შემწვარ კარტოფილს. ერთი სიტყვით ფრანგულ ხაზში უკვე დოკუმენტურად ჩანს, რომ ეს კერძი რეალურად მზადდებოდა და პოპულარული იყო როგორც ქუჩის საკვები. მოკლედ, ბელგიურ ვერსიაში არის ლამაზი, რომანტიზირებული ისტორია, მაგრამ სუსტი დოკუმენტური საყრდენი და ამიტომ მას ხშირად ლეგენდად მოიხსენიებენ. ფრანგულ ვერსიაში კი არის მეტი წერილობითი ჩანაწერი, რაც მინიმუმ იმას ამტკიცებს, რომ ფრი მე-19 საუკუნეში პარიზის კულინარიის კულტურის ნაწილი ნამდვილად იყო. ეს დავა დღემდე გრძელდება და თანაც საკმაოდ სერიოზულად. ორივე ქვეყანა მიიჩნევს, რომ კარტოფილი ფრი მათი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია. რომელი ვერსია გეჩვენება უფრო დამაჯერებელი, ფრანგული თუ ბელგიური? დამიწერე კომენტარებში. ახლა კი ამხელა აურზაურის გამომწვევი ფრი ნამდვილად იმსახურებს მოვამზადო ისე, როგორც წესი. მოკლედ, პირველ რიგში დავჭერი კარტოფილი და მოვათავსე გამდინარე წყალში დაახლოებით 1 საათით. ეს აუცილებელია ზედმეტი სახამებლის მოსაცილებლად. საბოლოოდ წყალი სრულებით კამკამა უნდა იყოს. ეს ნიშნავს, რომ ზედაპირული სახამებელი მაქსიმალურად ჩამორეცხილია და შეწვისას ფრი უფრო თანაბრად დაიბრაწება, ნაკლებად მიიწვება და ლამაზ ოქროსფერს მიიღებს. გადავწურე და ქაღალდის ხელსახოცით ძალიან კარგად შევაშრე. კარტოფილი სრულებით მშრალი უნდა იყოს. აქედან იწყება ყველაზე საინტერესო. ნამდვილი ფრი თითქმის არასდროს იწვება ერთხელ. პირველ ეტაპზე ის ყოველთვის გადის ბლანშირებას, რაც კარტოფილის სტრუქტურის წინასწარ მომზადებას ნიშნავს. აქ ორი არჩევანი გვაქვს: წყლით ბლანშირება, შედარებით მსუბუქი და ჯანსაღი გზა და ზეთში ბლანშირება, კლასიკური რესტორნული მეთოდი, რომელიც ფრის იმ განუმეორებელ ტექსტურას აძლევს, რომელიც ასე ძალიან გვიყვარს. მე დღეს ორივე მეთოდი მინდა გაგიზიარო, დავიწყებ შედარებით მარტივი და ჯანსაღი გზით, წყალში ბლანშირებით. წყალი ავადუღე, დავამატე მარილი და 1 სუფრის ყოფში ძმარი. კარტოფილის ჩხირები დაბალ ცეცხლზე ვადუღე დაახლოებით 4-5 წუთი. გადავწურე და მოვათავსე გაშლილ ზედაპირზე, კარგად რომ გაცივდეს. გაციებული და სრულებით მშრალი კარტოფილი მოვათავსე საყინულეში. ამ ეტაპზე უკვე მაქვს ფრის ნახევარფაბრიკატი. საყინულეში მოთავსებიდან დაახლოებით 9 საათში შემიძლია საბოლოოდ შევწვა, ან შევინახო და შევწვა ზუსტად მაშინ, როცა დამჭირდება. ასე მომზადებული კარტოფილი იდეალურად იწვება როგორც ზეთში კლასიკური ფრის სახით, ისე უბრალოდ ტაფაზე სახლურად. ფორმას ინარჩუნებს, არ იშლება და თანაბრად იბრაწება რამდენიმე წუთში. ეს არის იდეალური ნახევარფაბრიკატი, რის მოსამზადებლადაც დაახლოებით 1 საათი დავხარჯე და შემდეგ ნებისმიერ დროს 5 წუთში სუფრაზე მექნება უგემრიელესი შემწვარი კარტოფილი, როგორც ტაფაზე, ისე ზეთში ფრის სახით. ახლა კი გადავდივარ ზეთში ბლანშირებაზე. ეს მეთოდი
ფრის იმ განსაკუთრებულ ტექსტურას აძლევს, რომელსაც საუკეთესო რესტორნებში ვხვდებით. ზეთი გავაცხელია დაახლოებით 140 გრადუსამდე. ზეთის და კარტოფილის რაოდენობაც მნიშვნელოვანია. ზეთი უნდა იყოს მეტი და კარტოფილი ერთფენად უნდა თავსდებოდეს იმისთვის, რომ ზეთის ტემპერატურა მკვეთრად არ შემცირდეს, რის შემდეგაც კარტოფილი ჩაიხარშება და აღარ იქნება ისეთი ხრაშუნა. მოკლედ, ზეთში გავაჩერე კარტოფილი დაახლოებით 4 წუთი. შემდეგ გადავიტანე ლანგარზე, კარგად გავაცია და მოვათავსე საყინულეში, ისევე როგორც პირველი მეთოდით მომზადებული კარტოფილი, 9 საათში მზად არის საბოლოოდ შესაწვავად, ან შესანახად სამომავლოდ. სწორედ ასეთი ფორმით იყიდება მარკეტებში ქარხნულად მომზადებული კარტოფილი ფრის ნახევარფაბრიკატები და ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ ფასი 1-2 ძვირია. მოკლედ, კარტოფილი გაიყინა, ზეთი კარგად გავაცხელე და შევწვი. დაახლოებით 4 წუთი, რადგან კარტოფილი ამ ეტაპზე უკვე თითქმის მზად არის, დროს არ ვანგარიშობ, ძირთადად ფერით ვხემძღვანელობ. მარილს შეწვამდე არ ვამატებ, მხოლოდ ბოლოს, სანამ ფრი ჯერ კიდევ ცხელია, მაშინ ვაყრე. მოკლედ, გარედან ხრაშუნა, შიგნით კი რბილი, გემრიელი, ნამდვილი ფრანგულად შემწვარი კარტოფილი მზად არის. მთელი გულით გირჩევ მოამზადო, მადლობა რომ მიყურე ბოლომდე. თუ მოგეწონა, არ დაგავიწყდეს ჩემი გამოწერა.